ეთერში გიბრუნდებათ იმერული დილა და ყოველდღიურად ჩვენ სტუდიაში იმყოფებიან სტუმრები, რომლებთან ერთადაც საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ. ამჯერად სტუდიაში კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან. კლუბი კაიყმა ერეკლე ნიქაბაძე წარმოადგენს ამ კლუბს, ქუთაისის რეგიონის ხელმძღვანელი და დასავლეთ საქართველოს ქართული საბრძოლო ხელოვნების აღორძინების ხელმძღვანელი, ხოლო კლუბ ბაგრატის ხელმძღვანელი, მწვრთნელი და მრავალი ფესტივალის კონკურსის მონაწილე გიორგი ქარქაშაძე. დილა მშვიდობისა. ჩვენ საკმაოდ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, ეს არის ქართული საბრძოლო ხელოვნება. ერეკლე, მოდით მოკლედ ვისაუბროთ იმაზე, ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, როგორი ისტორია აქვს, საიდან მოდის ის და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართველი კაცისათვის. უპირველეს ყოვლისა მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ქართული საბრძოლო ხელოვნება, კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნება. პრეზიდენტი არის ბატონი ლაშა კობახიძე, ეს არის თბილისში. მთავარი ინსტრუქტორი არის გამოცდილი მებრძოლი გურამ ქაჯაია. და აგრეთვე არის ჩამოყალიბებული ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრი, რომლის რეჟისორიც არის გიორგი წინწრიაშვილი. თეატრის შემდგომ რა წარმატებები ჰქონდა, გიორგიც ისაუბრებს, იყო საზღვარგარეთ გასვლები თეატრით. ერეკლე, ამაზე შემდგომ ვისაუბროთ, ეს არის დღევანდელი დღე, მაგრამ მანამ სანამ დღევანდელი დღე მოვიდოდა, იყო ისტორია, რომელიც საკმაოდ საინტერესოა და საერთოდ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კაცისათვის და საიდან მოდის ამის ფესვები, ჯერ მოკლედ ამაზე. კარგი შეკითხვა არის, გაგცეთ პასუხს ამოწურულად. რაც შეეხება საქართველოს ისტორიას. მოგახსენებთ, რომ როდესაც ჩამოყალიბდა ყველა ერი ხალხი, ტომი და ენა, იქიდან მომდინარეობს ქართული საბრძოლო ხელოვნება. რამე თუ ჩვენ ერს და ჩვენ საქართველოს ისეთ სივრცეში გვაქვს ჩვენი სამშობლო, რომ იყო მუდმივი თავდასხმები. როგორც აღმოსავლეთიდან, ისე დასავლეთიდან. ამის გამო ჩვენ ქართველებმა შევიმუშავეთ სპეციფიკურად, ასე ვთქვათ, თანამედროვე ენით ჩვენი სამხედრო კულტურა, ანუ სამხედრო განათლება. რაშიდაც შედის იარაღის წრთობა, რაც იგულისხმება აგრეთვე სპეციფიკურ ვარჯიშებს, ქართულ აზროვნებას და ქართულ სისტემას. ეს გამოისახება არა მარტო იარაღით, არა მარტო მუშტით, არამედ მებრძოლს აუცილებლად ჭირდება მაგალითად მედიცინა, ხო? აი, იყო ბრძოლები, სადაც ზოგი დაჭრილია, ზოგს ხელი ქონდა მოტეხილი, ზოგს ფეხი და იყო აგრეთვე ქართული სამხედრო მედიცინაც. აი, მოგახსენებთ, რომ ცნობილი ფაქტია, ეს კვირისპალით რამაც დაბეჭდა, ხევსურებში იყო ძალიან დიდ დონეზე მედიცინა. აი, ხევსური ერთ-ერთი ადამიანს ელაპარაკებოდა, თან თავის ქალას უხსნიდა და ისე უკეთებდა ოპერაციას თავზე. ისე რომ კაცს ესაუბრებოდა. საქართველოზე ილაშქრებს ყველა მსოფლიო დამპყრობელი. ყველა მსოფლიო დამპყრობელი დაწყებული ეგვიპტე ავიღოთ თუ ძველი საბერძნეთი თუ ბიზანტიის იმპერია თუ რომის იმპერია თუ და შემდგომ მოგახსენებათ ეს უფრო აქეთ სულ ისტორია ყველამ გაგათვისით თუ რა გააკეთეს ან არაბებმა, თურქ-სელჯუკებმა, მონღოლებმა, სპარსელებმა და ბოლოს ჩვენმა მეზობლებმა რუსებმა. რაც შეეხება ჩვენს სამხედრო წვრთნას და ჩვენს სამხედრო ხელოვნებას, ანუ საბრძოლო ხელოვნებას. ერს რომელსაც ყავს თავისი მეფე, თავისი ლაშქარი, ყველა ერი იწვრთნება საკუთარი ეროვნული სამხედრო სისტემით. აქ შედის როგორც იყო მაგალითად ძველად საქართველოში მონოპოვართა ინსტიტუტი, რასაც კიდევ სწორები ქვია, როგორც იყო სასაზღვრო ჯარი, ასევე იყო მაგალითად საზღვაო ჯარიც. ერეკლე, საინტერესო არის საერთოდ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ნებისმიერი ქართველი თუ ფლობდა თუ იყო სპეციალურად რაღაც ჯგუფები, რომლებსაც სპეციალურად ასწავლდნენ. დიახ, ძველ საქართველოში იყო იმიტომ რომ ყოველ წუთში იყო ბრძოლა. არ არსებობდა საქართველოში აი აღმოსავლეთი თუ დასავლეთი თუ სამხრეთი თუ ჩრდილოეთი ყველგან მიმდინარეობდა ბრძოლა და ამის გამო იძულებული იყო ადამიანი რომ თვით დაცვისთვის გადაერჩინა ოჯახი, გადაერჩინა კუთხე, სოფელი, სამშობლო, რომ ესწავლებინა ბავშვისთვის. აი თუშეთში მაგალითად ერთ-ერთ ალბათ ილეთს ქართული საბრძოლო ხელოვნების ეს რაილეთი იყო ეს და ეს არის ის იყო გიორგი ლაცაბიძე, ეს არის თუშური ორლესული ახმლების ტრიალი. აი დააკვირდით ამ ხმალობას
გასაკვირია რომ შეუძლებელია აღმოსავლურ რელიგიას შევადაროთ, უბრალოდ აღმოსავლური ღვთაბრძოლა შევადაროთ ჩვენ ქართულ ღვთაბრძოლებს. გამორჩეულია როგორც მოძრაობით, ასევე ხმლის სისტემით გამოირჩევა ყველა კუთხე. საქართველოში ყველა კუთხე თავისებური დამახასიათებელი ალბათ ილეთი ქონდა და თავისებური საბრძოლო ხელოვნება ქონდა და რომელიც განსაკუთრებით თქვენ გიყვართ და რომელსაც გამოარჩევდით. ხო, ჩემთვის ყველა საყვარელი აქვს, არ შეიძლება გამორჩევა, იმიტომ რომ ყველა კუთხე ერთმანეთს შეუნახა. იყო რომ შემოსევა იყო დაუშვათ აღმოსავლეთ საქართველოში, ხო? აი შეინახავდა იმ საბრძოლო ხელოვნებას დასავლეთ საქართველოს რომელიღაც კუთხე, ან რომელიღაც სოფელი. და ის შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო. აი მაგალითად საქართველოში არსებობს მრავალი სახეობა ჭიდაობისა. არსებობს უხელო ჭიდაობა. ესე იგი ხელშეკრული ჭიდაობა, ეს გათვალისწინებული იყო თუ მებრძოლი ტყვედ ჩავარდებოდა. აი და თუ მას ხელ შეუკრავდნენ, როგორ უნდა ებრძოლა მას ხელშეკრული, რასაც დღევანდელი ენით მკერდაობა ქვია. არსებობს ცალხელა ჭიდაობა და მაჯურა ჭიდაობა. ეს გათვალისწინებული იყო თუ კი მებრძოლი დაჭრილი იყო ცალხელში. თუ ცალი ხელით როგორ უნდა ებრძოლა. რაც შეეხება მაჯურა ჭიდაობას, ეს გათვალისწინებულია მკლავის სიძლიერეზე, გათვალისწინებული არის ხმალზე, რომ ასეთი ვარჯიშები რომ მიდიოდა საქართველოში და უბრალოდ შეჯიბრებები სოფელი იქნებოდა ეს თუ ქალაქი, ეს მაჯურა ჭიდაობა აძლიერებს მკლავის სიძლიერეს, რომ მოხმალავეს ჭირდება მკლავის სიძლიერე. ასევე აგრეთვე არსებობს კრივობის რამოდენიმე სახეობა, არეული კრივობა, არსებობს ჩვეულებრივი ორხელა ჭიდაობა, როგორც მიღებული არის დღეს ყველგან. აი რაჭაში ჭიდაობდნენ მაგალითად იღლიღორას და თანამედროვე რაჭოლებსაც აქვს ზოგჯერი გამოთქვა ის სოფლებში როგორ ვიჭიდაოთ ჩვენებურად რაჭული იღლიღორა თუ ქართულათო. იციან ასე გამოთქვა. აი ქართკახურად იყო ეს ჭიდაობები მაგალითად მკერდაობა ხოლო იმერეთში ქვიოდა იჭიბიჭაობა, აი ბეჭებზე ჩავლებით ჭიდაობდნენ, ხევსურეთში ქვიოდა მოშტა მოკასრესა. გურიაში ქვიოდა ტეკობა, სამეგრელოში ქვიოდა რკენობა, აჭარაში მატეკობა და ასე შემდეგ. ყველა კუთხეში თავთავისებურად ჭიდაობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი აერთიანებს ქართულ ჭიდაობას. აგრეთვე იყო კრივობაც. იყო არეული კრივი, იყო ქალაქური კრივი, აგრეთვე აქ იყო თვალახეული ღვთაბრძოლაც, რასაც ქართულად ხინძკირი ექვია. აი შემიძლია გითხრათ, რომ ეს თვარის მოტაცებაში არის, როდესაც ბონდო და აღზაყანი ხმალაობს, ანუ ხანჯლაობს. ხინძკირი სამეგრელოში მეტად გავრცელებული იყო. აი ქართული ხმალაობა უმაღლეს დონეზე იყო სრულიად საქართველოში. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხმალი იყო რამოდენიმე სახით საქართველოში. აი ყველას ერთი სახის ხმალი ერქნოდა. იყო დაუშვათ დავით ფერღული გრძელი ხმალი, რომელიც იყო ცხენოსანის ხმალი, ხო? და აგრეთვე თუშური ხმლები, იგივე ხევსურული ხმლები და სხვადასხვა სახის. ხმალს სხვა დანიშნულება ჰქონდა, სატევას სხვა დანიშნულება, ხანჯალს სხვა დანიშნულება. აი ეს არის ქართული კასტეტი, ასე რომ ვთქვა, თანამედროვე ენით, ანუ რაჯია, რითაც მიდიოდა ქართული კრივი. ქართული კრივი ეს მრავალ სახის იყო. აი ასეთი არსებობს მრავალი საჯიჯგველა არის, ხაჯია არის და ასე შემდეგ. ნუ ეს ხდებოდა მებრძოლი. ეს იყო წარსულში, მაგრამ ახლა გამოიყენება ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში სხვადასხვა იარაღები. მე რამდენადაც ვიცი და მოდი ხა გიორგის ვკითხოთ.